მოდი კიდევ ერთი გაკვეთილი განვიხილოთ, ძალიან მნიშვნელოვანი და პატარა მოკლე გაკვეთილი, რომელიც მნიშვნელოვანია ცოდნისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის ძირითადად, ეგ არის drawdown-ი. ნიშნავს იმას, რომ ანგარიში დროებით მცირდება, ან საერთოდ შეიძლება კაპიტალის დაკარგვა მოხდეს ან აკაუნტის. და აი ეს თავიდან როგორ ავიცილოთ. როცა კაპიტალის ისეთი ცვლილება ხდება ხოლმე, როცა მაგალითად რაღაც კონკრეტული პერიოდი მიდიოდა ყველაფერი კარგად, მოგება ხდებოდა, მაგრამ უცებ შენ სტრატეგიას მიყვები, მაგრამ რამოდენიმე კვირა გადაება ისე, რომ წაგებები არის და კაპიტალი შემცირდა. ამ დროს ყველაზე ოპტიმალური და ყველაზე სწორი ვარიანტი ტრეიდერისთვის არის ის, რომ უბრალოდ შეჩერდეს. თუ იმ დროს, როცა ცუდი პერიოდი გაქვს ტრეიდინგში და გააგრძელებ ტრეიდინგს, უფრო ცუდი პერიოდი დადგება, უფრო მეტი წაგება მოვა და ასე რომ ტრეიდინგი ცოტა სხვანაირი სფერო არის და ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება უბრალოდ რომ შეისვენო. უბრალოდ გაჩერდე რამოდენიმე კვირა და საერთოდ არ გახსნა ტრეიდი. თუნდაც შეიძლება იყოს ერთი თვის განმავლობაში საერთოდ არ გახსნა ტრეიდი, შეისვენო, გააკეთო პაუზა ტრეიდინგისგან, მაგრამ ძალიან თან არ დაატანო თავს ძალა, მაგრამ გააკეთო ხოლმე რისერჩი სტრატეგიის, მაგალითად გადახედო ხოლმე რაღაც კონკრეტულ მიდგომებს, რომელიც ადრე ქონდა, რომელთაც ადრე ტრეიდინგში ფულს შოულობდი და ამით ასე ვთქვათ რისკი შეამცირო, ტრეიდები შეამცირო, შესვენება გააკეთო რა. ანგარიში თუ დაიცავ, ეგ ავტომატურად ნიშნავს მოგებას ტრეიდინგში და არა პირიქით, ასე რომ თუ ეგეთი პერიოდი არის, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ხდება წაგება, თუნდაც რამოდენიმე კვირა, 2-3 კვირის განმავლობაში წაგება არის და ვეღარ აკონტროლებ უკვე სტრატეგიას, რაღაც ცუდი პერიოდი არის, ეგეთი რაღაცეებიც ხდება ხოლმე. და ყველა ტრეიდერს ემართება ეგეთი რაღაც, მაგ დროს უკეთესი არის, რომ აიღო შესვენება, გააკეთო პაუზა და თუნდაც ერთთვიანი და რისერჩი გააკეთო შენი სტრატეგიის, ადრე როგორ მუშაობდა და ძალიან ბევრი ტრეიდინგში ძალიან დიდად არ ჩაერთო რა, უფრო გამოერიდე და სხვა რაღაცეებისკენ გადაიტანო ყურადღება და ეგ პირიქით. თუ მაგ დროს არ გააგრძელებ ვაჭრობას, როგორც თქვით, როცა წაგებაში მიდიხარ, უფრო პირიქით მეც ამოგაჩავ. შეიძლება მაგ დროს ის ემოცია გაქვს, რომ ეხა წავაგე და მოდი მალე ამოვიღო, მაგრამ რაც უფრო მალე ეცდები მაგ წაგებულის ამოღებას, მით უფრო დიდი პერიოდი გასტანს ეგ და აი ეგ ფსიქოლოგიური ნაწილიც კიდევ ერთი მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი რაღაც ამ არხთან დაკავშირებით ის, რომ აქ არ იქნება რაღაცა დეტალური ისეთი რაღაცეები, რაც საერთოდ არ გჭირდება. აქ არის მარტივი, ძირითადი რაღაცეები, რაც აუცილებელია, რაც მნიშვნელოვანია ტრეიდინგში და არ არის რაღაცა დროის გაწელვის მიზნით. აქ უნივერსიტეტი არ არის, რომ დრო გავწელოთ 4 და 5 წელზე, რომ დიდი ხანი მოანდომო ყველაფერს, არამედ პირიქით, მალე ჩაეტიოს ყველაფერი, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციები და რაც არ არის მნიშვნელოვანი, გაფილტრული იყოს და ძირითადად იყოს ისენი ჩასმული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის. ესე რომ აქ თუ ელოდები რაღაც ისეთი ინფორმაციებს ძალიან დეტალურს და რამე არაფერი მსგავსი, არამედ პირიქით, რაც აუცილებელი არის შედეგისთვის, სხვა მეტი არაფერი.